იგივე მდგომარეობაა დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 აკორპუსში. 3 წელიწადი მიდის, ვითომ პროექტი კეთდება. არაფერი პროექტი არ კეთდება, იქ მიდის ხალხის ღალატი, მოტყუილება და გართობა. იგივე მდგომარეობა ელოდება ხალხს, რაც მოხდა გუშინ, ქალბატონო. ასეთი უსამართლო ქვეყანა ისტორიას არ ახსოვს. ასეთი ტყუილი ქვეყანა ისტორიას არ ახსოვს. როცა სიმართლეს ვლაპარაკობ, შენ ხარ ნაციონალი, შენ ხარ მოღალატე. მე არ ვარ მოღალატე, მე ვარ ქართველი ქალი, რომელიც აგერწალობ დილიდან საღამომდე ობოლის შვილის განძელი ლუკმაპურის სასწავლებლად 1000-ჯერ მივმართე მერიას, მართალი ვარ. ფირის გადახდა კანონებში კი გვეკით მეუბნებიან ოპერატორები მართალი ხარ, მაგრამ ამ დროს მართალი არ ხარ, კანონი არ არსებობს, მიდის ყველაფერი ღალატი. ამას გადმოვთქვამ ჩემთვის და ჩემნაირი ხალხისთვის, რომ სანამდროა ხალხს მიხედოთ, ხალხი ქუჩაში იღუპება თუ გაჭირვებით, თუ სამართლობით, თუ რა ვიცი დაგეცემა თავში, თუ რა მოხდება. რა შუაში იყო იქ ხალხი, როცა იყო ავარიული შენობა, მონტაჟს ექვემდებარება და შენ მოდიხარ და 40 სართულიანებს ხალხს თავზე ეუშენებ. ეს ხო შეიძლება? აქ მცოცავი მიწები არ არსებობს, არა? სათა თვითონ ფულს აკეთებენ. საცა ხალხია და გაჭირვებული ხალხი, იქ მშენებლობა არ შეიძლება. დელოდნონ ახლა იმ კორპუსს როდის ჩამოიქცევა ხვალდაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.